პირველიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ძუძუთი კვების მხარდაჭერის გაძლიერებასა და მნიშვნელობაზე. მოგეხსენებათ, რომ პირველი 7 აგვისტო ეს არის ბუნებრივი კვების, ძუძუთი კვების კვირეული, მსოფლიო კვირეული და არა მარტო ეს კვირეული, დამერწმუნება ალბათ ყველა დედა, ყველა ბებია, ყველა მშობელი, რომ ბუნებრივი კვება ეს არის უდიდესი საჩუქარი ღმერთისგან გოძებული, როგორც ჩვილისთვის, ისე დედისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ შვილს ვაჩუქოთ უამრავი ვიტამინები, ნახშირწყლები, ამინომჟავები, ცილები, ცხიმები და დაცვის ის ყველა ფაქტორი, რითაც უნდა გაიზარდოს ჩვენი საყვარელი ბავშვი, ჯანმრთელი და უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა იმ საკვები მნიშვნელოვანი პროდუქტით, რაც უსჭირდება მას დაბადებიდან სრულწლოვან ასაკამდე. ის საფუძველი, რაც ეყრება ბავშვს დაბადების პირველი წუთებიდან, ეგრეთ წოდებული ხსენის მიღებიდან, ეს არის უნიკალური დაცვა ყველა ინფექციის თუ მავნე ზემოქმედებისგან, რაც სამწუხაროდ ჩვენ საუკუნეში, ჩვენ სამყაროში უამრავი სახით გვევლინება. მოგახსენებათ, რომ ის მინიმალური რაოდენობა ნარინჯისფერი სითხისა, რაც ეგრეთ წოდებული ხსენის სახელით არის ცნობილი, არის პირველი დაცვა, პირველი ფარი ჩვენი ბავშვებისთვის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდაც და ასევე ის უნიკალური საკვები, რომელიც აძლევს საშუალებას ჩვენ ბავშვებს, რომ გაიზარდონ ჯანმრთელები და სრულყოფილი იმუნური სისტემით. ხსენის მოწვა ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილებისთვის, ამიტომ დამერწმუნებით, რომ პირველი დაბადება, კანით-კანთან კონტაქტი და პირველი გამოწვევა ძუძუსი, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენი თაობა იყოს ჯანმრთელი. ხსენის შემდეგ, რომელიც ძალიან მინიმალურია, სულ 40-50 მილilitrია და მეტი არა, მერე პირველი 3 დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებული უმწიფარი რძის სახელწოდებით ცნობილი დედის რძია, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შემადგენლობით ცნობილი დედის რძე, რომელიც ატარებს სწორედ იმ უნიკალურ თვისებებს, რაც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ. ასეთი უმწიფარი რძე 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება და პრაქტიკულად ერთი კვირის თავზე არის უკვე სრულყოფილი რძე, რომელსაც იღებს ჩვენი პატარები 1 წლის განმავლობაში და ახლა ჯანგროს რეკომენდაციით სასურველია, რომ ბავშვები ბუნებრივი კვებით იზრდებოდნენ 2 წლის ასაკამდე. რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ამ ასაკამდე ძუძუთი კვება? განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული, როდესაც ბავშვები ექსკლუზიურად ძუძუთ კვებაზე არიან, ანუ დედის რძის გარდა არაფერს არ იღებენ, აბსოლუტურად უზრუნველყოფილები არიან ყველაფრით. მინდა მოგახსენოთ, რომ პირველი ნაწილი, პირველი ულუფა დედის რძის, რომელსაც წინა რძეს ვეძახით, არის ნახშირწყლებით მდიდარი და სითხით მდიდარი, რაც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. და მეორე ნახევარი, ანუ ეგრეთ წოდებული უკანა რძე, მდიდარია ამინომჟავებით, ცილებით, ნახშირწყლებით, იმუნიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ანტისხეულებით. ამიტომ ბავშვმა როგორც წინა რძე, ასევე უკანა რძე თანაბრად უნდა მიიღოს, რომ ეგრეთ წოდებული დაბალანსებული კვება მივიღოს.